ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ქართული ოცნება BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს. სიყალბე და უცხოელი სპეცსამსახურების დაგეგმილი პროვოკაცია, ასე აფასებს პრემიერი BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. პროტესტის ხელოვნურად გაღვივება და საბაბი ხალხისა და ხელისუფლების შანტაჟის გასაგრძელებლად ირაკლი კობახიძე ორ მთავარ მიზანზე საუბრობს. ტარობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, რომ ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის შეკრება, რომელთა დოკუმენტებშიც არაფორმალური მმართველები BBC-ს ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან, რისთვისაც საერთაშორისო მედიის გამოყენებით ნიადაგს უკვე ამზადებენ. პრემიერის მთავარ გზავნილებს მირია გორგოძე გაგაცნობს, ის პირდაპირ ეთერში ჩაგორთვება გისმენთ მირია. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელზეც ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მან განაცხადა, რომ ჟურნალისტური გამოძიება BBC-ს მიერ გავრცელებული, ეს არის იაფასიანი პროვოკაცია, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული მიზნები. ამ შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობს ჩამქრალი მუხტის გაღვივებისა და ასევე ხელისუფლების შანტაჟის გაგრძელების მცდელობაზე. ეს იაფასიანი და პროვოკაცია მცდელობები, როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, არის მსგავსი მაგალითად მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის თაობაზე აგორებული კამპანიისა, რომელიც საბოლოო ჯამში, როგორც ამ შემთხვევაში სიცრუე აღმოჩნდა. ირაკლი კობახიძემ ასევე განმარტა, რომ მოახლოებული არის ევროკომისიის მორიგი შეკრება და შესაბამისად საქართველოს არაკეთილის მოსურნეებს აქვთ დაგეგმილი და ნიადაგი შემზადებული იმისათვის, რომ სპეციალურ დოკუმენტებში გამოიყენონ ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერებული იყო ტელეკომპანია BBC-ს მიერ გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში და რომელიც სრულიად არის აგებული სიყალბის კამპანიაზე პრემიერ-მინისტრის შეფასებით. ეს კამპანია, რომელიც სიყალბეზე არის აგებული, მთავრობის მეთაურის განმარტებით არ უნდა დარჩეს უპასუხოდ, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ საქართველოში წარმოებული და დაწყებული გამოძიების პარალელურად მიმართოს ბრიტანეთის მარეგულირებელ კომისიას და ასევე საერთაშორისო გამოძიებას. როგორც მოგეხსენებათ, საკითხის დრამატიზებისთვის BBC-მ გავრცელა წვრილი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიტინგის დაშლისას შინაგანსაკუთრებთა სამინისტრომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აღსანიშნავი ნივთიერება კამიტი გამოიყენა. საქართველოს შინაგანსაკუთრებთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შინაგანსაკუთრებთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. როგორც მოგეხსენებათ, BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. თავითვე ცხადია, რომ BBC-ს სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ შექმნა საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ შექმნა საბაბი ქართული ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ ორი ამოცანის შესრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება. ახლოვდება ეუთოს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, რომელთა დოკუმენტებში არაფორმალური მმართველები BBC-ს მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან. ამისათვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები, ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩიც კი ესტუმრა. დღეს უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია ისე როგორც BBC-ს სიუჟეტის სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა ამ სიცრუის გამჟღავნების შემდეგ უკვე საკმაო ხანი გავიდა და სამარცხვინო კამპანიაზე დღემდე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედია საშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია BBC-ს მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად გეგმავთ მიმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების თაობაზე და იმ პირებზე, რომლებიც ამ გამოძიების ფარგლებში იკითხებიან, მათ შორის ექიმ ჩახუნაშვილებზე, რომელთა კვლევასაც ეყრდნობა ტელეკომპანია BBC-ს მიერ გავრცელებული ჟურნალისტური გამოძიება. ამ კონკრეტული პირების მიერ რიტორიკის ცვლილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებით შეიძლება აიხსნას სამართლებრივი პასუხისმგებლობით, რადგან გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება და როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ახლა ამ ადამიანებს უწევთ იმ ინფორმაციის უარყოფა, რაზეც ისინი ტელეკომპანია BBC-ს ესაუბრებოდნენ. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის სიტყვებით ასევე ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ სათანადო რეპუტაციის მქონე ტელევიზიამ მსგავსი სიცრუეზე აგებული ჟურნალისტური გამოძიება გაავრცელა. ეს მისი შეფასებით აჩვენებს იმას, რომ ამ შემთხვევაში ტელეკომპანიის სტანდარტები მინიმუმამდე არის დასული და ამავე დროს მთავრობის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ აკრძალული ქიმიური ნივთიერება კამიტი, რომლის შესახებაც ჟურნალისტურ გამოძიებაში არის საუბარი, არათუ არ გამოუყენებია საქართველოს ხელისუფლებას აქციების მიმდინარეობისას, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსი ნივთიერება არასოდეს შეუძენია. როდესაც გამოძიება იწყება, იქ არის უკვე სხვა პასუხისმგებლობა, იქ არის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესებში არ შედის. ამ შემთხვევაში უკვე ამ სიცრუეზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს. შესაბამისად, რაც მოიტყუეს BBC-სთან, იმას ვერ მოიტყუებიან, ბუნებრივია. გამოძიებასთან შესაბამისად უწევთ იმის უარყოფა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ერთი BBC ეყრდნობა მამაშვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც არის უკვე ყველაფრის მაჩვენებელი და მეორე ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას ნივთიერება კამიტის გამოყენებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ არათუ არ გამოყენებულა ნივთიერება კამიტი, ნაცმოძრაობის დროსაც კი არ შეუძენია შესოსოს ეს ნივთიერება. შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს, თუ რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს ჩვენ საქმე და რა თქმა უნდა ძალიან დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა BBC-მ, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად. თუმცა სამწუხაროდ აქაც სტანდარტები არის მინიმუმამდე დასული. სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ეს ტელეკომპანია. ამ მიმართულებით არსებულ ბევრ კითხვაზე ირაკლი კობახიძის განცხადებით კონკრეტულ პასუხებს გასცემს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება, რომლის შედეგებსაც საზოგადოება საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით უახლოეს პერიოდში შეიტყობს. მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა მთავრობის ადმინისტრაციიდან. BBC-ს მასალაზე სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქალაქო სასამართლოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. გამოძიების შეკითხვებს პასუხობენ პირები, რომლებიც BBC-ს ფილმში მონაწილეობენ. ბრალდებები მტკიცებულებების გარეშე გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ კამიტი და არსებობს თუ არა ამის მტკიცებულება მედიის მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე, მათ პასუხები არ აქვთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო BBC-ს მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მიზანია დადგინდეს რა ინფორმაციას ეყრდნობოდა მასალის საფუძვლად გამოყენებული პირების ინტერვიუები და გახმოვანებული ცნობები. შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს ამ თემაზე, ის დეტალებს გვიყვება. შოთა, ვინ გამოიკითხა გამოძიების ფარგლებში და რას აცხადებენ ისინი მედიასთან? ამ წუთებში გამოძიების ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის თანხლებით გამოძიებას ჩვენებას ეკაგი გაური აძლევს, თუმცა მანამდე გამოძიებას ჩვენება მისცა გიორგი ღუნაშვილმა, რომელიც მამაშვილ ჩახუნაშვილებთან ერთად იმ კვლევის ავტორია, რომელიც მისი თქმით არ ეხება ნივთიერება კამიტს, თუმცა ღუნაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჰიპოთეზა, რომელიც BBC ჟურნალისტმა შეიმუშავა და ბრალდება, რომელიც ამის შედეგად ხელისუფლებას წაუყენა ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაძლოა ჰიპოთეზის შემუშავების დროს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ფრაგმენტი და მოსაზრება სწორედ მათი კვლევაც ყოფილიყო. ღუნაშვილი განმარტავს, რომ მათ კვლევა ჩაატარეს, ასე ვთქვათ, 69 ობიექტ 69 პირთან მიმართებით და ისინი მზად არიან, რომ მათი იდენტიფიცირება გამოძიების სურვილის შემთხვევაში გამოძიებასთან მოახდინონ. რაც შეეხება ეკაგი გაურს, იზიარებს თუ არა ის ჰიპოთეზას, რომ ქართულმა ოცნებამ მართლაც აქციების საპოლიციო
საინფორმაციო დაშლის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენა, ამ კითხვასთან დაკავშირებით გიგაური პასუხისგან თავს იკავებს. ვინ იყო თქვენი კვლევის საკვლევი ობიექტები, თვითონ კვლევაში არ ჩანს, იდენტიფიცირება მათი არ ხდება, რა სახის ლაბორატორიული, ესე ვთქვათ, კვლევა ჩატარდა. საკვლევი ობიექტი ბუნებრივია, ასე ფართო საზოგადოებისთვის იდენტიფიცირებული ვერ იქნება. რაც შეეხება ამ დასკვნებს, არც ეს მოქმედი მთლიანობაზე არ ქონდა აქცენტი გაკეთებული, უბრალოდ ჩვენ ვარაუდით ქონდა გამოთქმული, რომ ეს იყო CS გაზი. შესაძლებელია თუ არა, რომ თქვენი კვლევის შედეგი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ყოფილიყო იმ ჰიპოთეზის ჩამოყალიბების პროცესში, რომ თითქოს და ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. კი ბატონო, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ერთ-ერთი, ოღონ არა ის, რომ თქვათ ამას დაეყრდნო, იმიტომ რომ ნახეთ ქიმიური იარაღი უშუალოდ ჩვენ არ გვაქვს ნახსენები, მაგრამ ის რომ გაამყარა რაღაც სიმპტომატიკის მხრივ ეს შესაძლებელია. თქვენ იზიარებთ თუ არა იმ ჰიპოთეზას, რომელიც BBC-მ გაავრცელა. ზოგადად, როგორც ექიმი, რომ რამდენად შესაძლებელია მართლაც ქიმიური იარაღი ყოფილიყო გამოყენებული. მე ჯერჯერობით ვერც დავეთანხმები, ვერც უარყოფ, იმიტომ რომ მე აქ ცოტა სპეციფიკური ცოდნა გვჭირდება, სპეციფიკური დადასტურება. იზიარებთ თუ არა ჰიპოთეზას, რომ ქიმიური იარაღი შეიძლება იყოს გამოყენებული. არ ვიცი რა კითხვები იქნება, მე ერთადერთი რაც გამოძიებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს, შეიძლება ვისაუბრო იმაზე, რომ მეც ძალიან ცუდად გრძნობდი თავს ამ დარბევების შემდეგ. პარალელურად საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც გამოძიებას ჩვენება მისცა კიდევ ერთმა პირმა, რომელიც აღნიშნული კვლევის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მონაწილეა, ის აცხადებს, რომ მის მიმართ, ასე ვთქვათ, დასმული კითხვები და ის სიმპტომები, რომელიც მას გააჩნდა, საერთოდ არ შეესაბამება BBC-ს ფილმში გაჟღერებულ ინფორმაციას, მეტიც პიროვნება ამბობს, რომ რეალურად მას სრულიად განსხვავებული სახის დაზიანებები ჰქონდა მიღებული. კვლევით ჩამიტარეს, რაც მახსოვს და რაშიც ვერ ყვევი ახლა მე თვითონ სამედიცინო იმაში, იყო ეს კარდიოგრამა, სისხლის ანალიზი, წნევა გამიზომეს, მეტი არაფერი დიდ დრო გავიდა და არც მახსოვდა საერთოდ კვლევები. ჩაქმნაშულთან კოტესთან უყავი გამოკვლევებსა თვითონ. იქ ადგილზე მითხრეს, რომ არ გაქვს არაფერი ხა სერიოზული გადაცდომები თუ რაც ქვია არ ვიცი სამედიცინო ენაზე და შემდეგ არ დამკავშირებიან და რო არ დამკავშირებიან, ჩავთვალე რომ არაფერი ისეთი არ ყოფილა. BBC-ს მიერ გავრცელებული ფილმის შინაარსს პროპაგანდისტულად მიიჩნევს მმართველი გუნდი ქართულ ოცნებაში. ამბობენ, რომ ძალიან ჰგავს აღნიშნული ფილმის შინაარსი და იქ გაჟღერებული ბრალდებები სპეცსამსახურების მიერ, ასე ვთქვათ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მიზანმიმართულად სიმულაციური რეალობის შექმნას ისახავს. მიზნად მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ საერთაშორისო სასამართლოებში მათ იმედი აქვთ, რომ BBC-ს, ასე ვთქვათ, მოუწევს აღნიშნული შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა. პარალელურად კი ყველა ის პირი, რომელიც ოცნების აზრით საქართველოს იმიჯის დაზიანებისთვის, ასე ვთქვათ, ნაბიჯებს დგავს, შესაბამის პასუხს მიიღებს. ეს რომ დეზინფორმაციაა, უკვე იქიდანაც ჩანს, რომ სუში გამოკითხვაზე დაბარებული ეს ბჭყალებში მთავარი როლის შემსრულებლები და ასევე ბჭყალებში ვითომ წყაროები ინფორმაციის უკვე უკანსვლით აკეთებენ განცხადებას. რაც შეეხება BBC-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას, რა თქმა უნდა, აუცილებელია ეს, რომ BBC-ს იმ სამსახურებმაც ცოტა, ასე ვთქვათ, დაკვირვებით იმოქმედონ სამომავლოდ, როდესაც უკვე რეპუტაცია ისედაც შელახული აქვთ, უკვე ამერიკის პრეზიდენტი რო გიჩივის 5 მილიარდამდე ზიანს ითხოვს და თან შენ აადასტურებ BBC რომ ხარ და აადასტურებ შენი ხელმძღვანელობის გადადგომით. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ რა თქმა უნდა, საქართველოში ჩვენ კარგად ვიცით, რომ პირდაპირ დეზინფორმაციული ომი აქვს გაჩაღებული Deep State-ის წარმომადგენლობას და სამწუხარო მოცემულობა ის არის, რომ აქაური საქართველოში არსებული წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. და ახლა ჩვენ ამას ყველაფერს ერთად ვნახავთ, რა აქ ამ ხალხს მტკიცებულება გვაჩვენონ და თუ არა, მაშინ პასუხისგება მოუწევთ. სიუჟეტში აჩვენებენ ლაბორატორიას. ამ დროს ადამიანი ამბობს, რომ არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, ეს ჩემი მოსაზრება არისო. მამამისი გასამართლებულია იმისათვის, რომ აი აქ შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში სხვა ეგრეთ წოდებულ მამაკაცურ ძალის შემადგენლობაში იბრძოდა საქართველოს ნათელი მომავლისთვის. ყველანი ამბობენ ერთი და იგივეს, რომ არანაირი ისე ვთქვით ჩვენი მოსაზრება გამოვთქვით არანაირი ამის კვლევა არ ჩატარებულა. ესეც წინასწარ შეთანხმებული ჩვენებაა.
BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319 და 333 მუხლებით დაიწყო. პარალელურად მართველი გუნდი გეგმავს, რომ ბრიტანულმა უწყებელს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. BBC-ს ფილმთან და მასში მოყვანილ ვარაუდებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს ტოქსიკოლოგებმა. სპეციალისტების ამენ კითხვას, რომელ კვლევაში ჩანს ქიმიური იარაღის გამოყენება. მათივე განცხადებით, სრემცადენი აირით მოწამვლის ჩივილებით არც ერთ პაციენტს კლინიკისთვის არ მიუმართავს. მათი განმარტებით, კამიტი არის ნივთიერება, რომელსაც მავნე ზეგავლენა აქვს გარემოზეც და იწვევს მცენარეებისა და ხეების განადგურებას. სპეციალისტები ამბობენ, რომ BBC-ს არ მიუმართავს დარგის არც ერთი სპეციალისტისთვის და ტოქსიკოლოგების ნაცვლად სხვა დარგის სპეციალისტები არაკომპეტენტურ შეფასებებს უარგუმენტოდ აკეთებენ. ჩატარდა გამოკვლევა. დაუკვირველ ხალხში, იმიტომ ზოგადად ნაჩვენებია, რომ 79 ადამიანი იყო, მე აღმოჩნდა, რომ ეს არის 300 ადამიანი. სუბიექტური ხალხის ჩივილები არის აღწერილი და აქედან გამოდერ არის სტატია. საქართველოში გამოიყენეს ქიმიური იარაღი ბოდიში. სად ჩანს? რომელ კვლევაში ჩანს? რომელ სტატიაში ჩანს? BBC-ს კოლექტივსაც გამოუკითხია ითიმები. ბოდიში, მაგრამ ტოქსიკოლოგისთვის არც ერთისთვის არაფერი არ უკითხია. მოწამლული ადამიანი მირბის საავადმყოფოში და მიდის ექიმებთან. როგორც ცნობილია, წრემლიდან გამაღიზიანებელი აირის მოწამვლის გამო არც ერთი საქართველოში არც ერთი ავადმყოფის სტაციონარში არ არის მოსული. დარგის სპეციალისტმა უნდა შეაფასოს კონკრეტული პაციენტი კონკრეტულ ადგილზე თავისი ჩივილების გათვალისწინებით და თუ რაიმე სპეციფიური ან არასპეციფიური ლაბორატორიული კვლევები ამის შესახებ არსებობს, ამის საფუძველზე უნდა გამოვიდეს დასკვნა. ესე ზოგადად რა ნივთიერებას რა შეუძლია რისი გამოწვევა შეიძლება ბევრ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ კონკრეტულად რა ნივთიერებასთან მქონდა საქმე, ესე მარტივი სადიაგნოსტიკო ნამდვილად არ არის. აქ ძირითადი არის პირველი ნაბიჯი ეს არის, რომ განისაზღვროს რა ნივთიერება იყო და განისაზღვროს რა დოზით იყო. თავისუფლად შეიძლებოდა სინჯის აღება, ისიც კი შეიძლებოდა რომ ნიადაგიდან და იქიდან აღებული იყოს სინჯი და განსაზღვრული. ზოგადად რომ ქიმიურ ნივთიერებებზე ვილაპარაკოთ, სპეციფიური მაჩვენებლები გააჩნია, ის შეიძლება ორგანიზმში იყოს მოხვედრილი და შეიძლება მისი აღმოჩენაც, იმიტომ რომ აქ ხდება ლორწოვანიდან, კანიდან შეწოვა და საერთოდ სასიკვდილო დოზასაც ადგენენ კანიდან შეწოვის შემთხვევაში. აქ უბრალოდ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული მისი არსებობა და მისი დოზა, იმიტომ რომ განზავების საკითხსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. BBC-ს მასალების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს Washington Examiner-იც. სტატიის ავტორი ამერიკის ხმის ყოფილი ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძეა. გამოცემას Facebook-ზე მასალა უდევს როგორც მოსაზრება. წერს, რომ კამიტის გამოყენება ფაქტი არ არის, ბრალდებები დაუდესტურებელია, თუმცა საუბრობს, რომ დადარლებულებისგან შეგროვებული მტკიცებულებები და პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირების ჩვენებები მიუთითებს, რომ გამოყენებული ნივთიერება გაცილებით ძლიერი იყო. ვარაუდებზე დაფუძნებული სიცრუის კამპანია ასეთია მართველი გუნდის შეფასება. თემაზე კითხვა დღეს პრემიერ-მინისტრს დაუსვეს. ანუკა ბუავა მოგვიყვება დეტალებს, ის კურიერს უერთდება. ანუკა, ეთერში ხარ. ვიდრე პრემიერ-მინისტრის შეფასებას და განცხადებას გაგაცნობთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ სტატიაზე, რომელიც გამოქვეყნდა Washington Examiner-ის მიერ და რომელიც თარიღდება 2 დეკემბრით. მისი ავტორი, როგორც აღნიშნეთ, არის ანი ჩხიკვაძე. ადამიანი, რომელიც 8 წელიწად ნახევრის განმავლობაში მუშაობდა ამერიკის ხმაში და მან ეს პოზიცია, ჟურნალისტის პოზიცია დატოვა მიმდინარე წლის 28 თებერვალს. ახლა კი საქმიანობს სწორედ Washington Examiner-ში. რაც შეეხება თავად სტატიას და შინაარსობრივ ნაწილს, ეს არის ფაქტობრივად იდენტური შინაარსის, რაც BBC-ს ფილმი არის და იქ საუბარი არის, რომ არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წყალში გაურია აკრძალული ქიმიური ნივთიერება კამიტე, იგივე ბრომბენზილციანიდი, რომელიც ჭავლის სახით გამოიყენეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. თუმცა ამავე სტატიაში საუბარია, რომ ეს ბრალდება არის დაუდასტურებელი. სტატიის ავტორი ასევე საუბრობს, რომ BBC ამ არგუმენტად იყენებს თავად აქციის მონაწილეების სიმპტომებს, მათ ჩვენებებს და ასევე პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების განცხადებებსა თუ ჩვენებებს და საუბარია იმაზეც, რომ ეს ნივთიერება არის მძიმე და ხანგრძლივი ეფექტის. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ვრცელი სტატიის გარდა ეს ვრცელი სტატია, რომელიც ეკუთვნის ანი ჩხიკვაძეს, გაზიარებული არის Facebook გვერდზე, სადაც ასევე წერია, რომ არის ვარაუდი, თუმცა ამის მიუხედავად ეს სტატია მაინც გავრცელდა Washington Examiner-ის მიერ. აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ
ერთი დეტალი, რომ როგორც გითხარით, სტატია არის გუშინ გამოქვეყნებული, მისმა ავტორმა კი საკუთარ გვერდზე X-ზე დაწერა ასევე, რომ ისიც იყო თავად აქციის მონაწილე, ჩართული იყო საპროტესტო აქციებში და მაშინ, როდესაც ის იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, ისიც გახდა ერთგვარად ქიმიური იარაღის გამოყენების მსხვერპლი, თუმცა მისსავე სტატუსში ანიჩ ხიკვაძე საუბრობს, რომ დაახლოებით 5 წუთში ის გონს მოვიდა და იყო ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ისევე როგორც მისი ძმა, რომელსაც საერთოდ არ შექმნია ჯანმრთელობის პრობლემები ამ აქციაზე ყოფნის დროს. BBC-ს მასალების მიხედვით არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლებამ წყალში შეურია ტოქსინის სახელად კამიტი და ის ათასობით მომიტინგეს წყლის ჭავლით შეასხა. ბრალდება დაუდასტურებელია, თუმცა დაზარალებულებისგან შეგროვებული მტკიცებულებები, კვირების განმავლობაში გაგრძელებული სიმპტომების ამსახველი სამედიცინო მონაცემები და პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირების ჩვენებები მიუთითებს იმაზე, რომ გამოყენებული ნივთიერება გაცილებით ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების იყო, ვიდრე მასობრივი არეულობის სამართავის სტანდარტული საშუალებები. საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს უცხოური სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია და მათ შორის ამ პროვოკაციას ემსახურება BBC და სხვა მედიები, რომელიც ჩართული არიან ამ პროცესში, რომ გაავრცელონ ყალბი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და თავად ანიჩ ხიკვაძის ფაქტორთან დაკავშირებით და მის სტატიასთან დაკავშირებით დღეს აქცენტი გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც, რომელსაც ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა და ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ანიჩ ხიკვაძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკის ხმაში, არის უცხოური გავლენის აგენტი და სხვადასხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მათ შორის ის აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა მასალების მომზადებაში. რაც შეეხება თავად ფაქტს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ამ კამპანიის მიზანი, რომელიც ახლა არის დაწყებული ქვეყნის წინააღმდეგ, არის ის, რომ შეარყიონ ქვეყნის სტაბილურობა და მეორეს მხრივ დააზიანონ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი. ეს კონკრეტული ადამიანიც არის უცხოური გავლენის აგენტი, თავის დროს მუშაობდა ამერიკის ხმაში, როგორც თქვენც აღნიშნეთ და ძალიან კარგად მოგეხსენებათ იგივე პრეზიდენტ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის ხმის მიმართ. ეს კონკრეტული მედია საშუალება იყო დაკავებული ძალიან მძიმე საქმიანობით, მათ შორის კონკრეტული სახელმწიფოების წინააღმდეგ და ასე ტელეკომპანიაში მუშაობდა ეს კონკრეტული ადამიანი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დღეს უკვე სხვა მედია საშუალებიდან აგრძელებს ასეთივე საქმიანობას. ეს არის, რა თქმა უნდა, ღალატი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ასეთი ადამიანებისგან ეს ღალატი ალბათ არ უნდა გავიკვირდეს. ვიდრე შინაარსში შევალთ, თავად ალბათ ფაქტის ანალიზი უნდა მოხდეს, თუ რატომ ხდება საქართველოზე ასეთი უხეში თავდასხმები, ყველა აქტორის გამოყენებით და ამ თავდასხმებში ჩართული არის საერთაშორისო მედია, ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ BBC-ს განსაკუთრებულ აქტიურობას. ეს არ არის პირველი ბრალდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მისამართით ჟღერდება, ეს არ იქნება პირველი ბრალდება, რომელიც უსაფუძვლოა და რომელიც ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და ძალიან მძიმე დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და არა მხოლოდ რეპუტაციას, ამ ბრძოლას აქვს ძალიან ცუდი მიზანი, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას პირდაპირ და რა თქმა უნდა ზიანს აყენებს სწორედ იმ ბრძოლას, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ეს არის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. შემაშფოთებელია მსგავსი ქმედებები, შემაშფოთებელია, რომ მსგავს ქმედებებში ჩართული არიან მედიის საშუალებები და გამოიყენება აქტიურად სწორედ ამ დეზინფორმაციის გასავრცელებლად ვითომთ და სანდო წყაროები, რასაც ჩვენ ასე ვცდილობენ, რომ დაგვანახონ. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ BBC-ს მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით აპირებს, რომ მიმართოს ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საერთაშორისო მართლმსაჯულებას იმისთვის, რომ BBC-მ პასუხი აგოს იმ ცრუ ბრალდებებსა და დეზინფორმაციაზე, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის იმიჯს და რომლის მიზანიც არის ქვეყნის სტაბილურობის შერყევა და მეორეს მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიზანი არის, რომ ტელეკომპანიამ უარყოს უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით შემუშავებული და დაგეგმილი ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიური განხილვის თემა არის. მადლობა ანიკა ბუავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
მოლდოვის მთლიანი სახელმწიფო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის უცხოელ კრედიტორებზე დამოკიდებულება 3.3%-ით გაიზარდა. საგარეო ვალი კი მთლიანი ვალის 62%-ზე მეტია. მოლდოვაში შექმნილი ვითარება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა. მართულ გუნდში დღეს გაიხსენეს პაվել ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც ამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოზე ბევრად წინ არიან. ქართული ოცნება ორმაგ სტანდარტზე და უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს. იმ ფონზე, როდესაც მოლდოვის ეკონომიკა რთულ ვითარებაშია, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი კი თავად ამბობს, რომ უკრაინა უმძიმესი არჩევანის წინაშეა, ეს არის ღირსების ან ძირითადი პარტნიორის დაკარგვის რისკი. პოლიტიკური განცხადებებით ლელა ჯავახიშვილი შემოგვიერთდება ახლა. ლელა, ეთერში ხარ. ყველაფერზე მეტყველებს ფაქტები, რომლებიც ადასტურებს საპირისპიროს, ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს მოლდოვასთან შედარებით საქართველოს უპირატესობას და ეკონომიკებს შორის სხვაობას, რაც მისივე თქმით უკავშირდება მათ შორის დემოკრატიას და კორუფციისგან თავისუფალ გარემოს. სახელმწიფო გუნდში მიაჩნიათ, რომ მსგავსი განცხადებები პირველ რიგში აზიანებს თავად ევროკავშირის სანდოობას, ვინაიდან ელჩი ამტკიცებს საწინააღმდეგოს მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა პარამეტრით უსწრებს წინ კანდიდატ ქვეყნებს. უკვე გამოქვეყნა 2025 წლის ეკონომიკური პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ჩვენ 5 წელიწადში მოლდოვასთან ეკონომიკაში სხვაობა გავზარდეთ 12.9 მილიარდი დოლარით. ეს არის უზარმაზარი სხვაობა, დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით გაიზარდა შესაბამისად სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ბიუჯეტებს შორის. რაც ეფუძნება რას, რომ ჩვენ გვაქვს ერთი რომ სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გამართული მენეჯმენტი და ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს ძლიერი ინსტიტუტები და კორუფციისგან თავისუფალი გარემო და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველოში ეკონომიკა ბევრად უფრო სწრაფად იზრდება. ამისგან განსხვავებით, მოლდოვაში არის უმძიმესი პრობლემები. ეკონომიკაში გამოიხატება ეს ყველაფერი, ინსტიტუტების სისუსტე, მაღალი დონის კორუფცია. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში მოლდოვას უჭირს საკუთარი ეკონომიკის განვითარება, თუმცა გვესმის უხეში განცხადები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოლდოვა არის ჩვენზე წინ. ფაქტები ადასტურებს ყველაფერში საპირისპიროს, ეს ეხება როგორც ეკონომიკას, ისე დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კორუფციის განთავისუფლებას და ნებისმიერ სხვა პარამეტრს. მსგავსი განცხადებები, როგორცაც აკეთებს ამ შემთხვევაში ევროკავშირის ელჩი და არა მხოლოდ ის, ერთადერთ რამეს აკეთებს და ემსახურება, ის ჭრილს აყენებს ევროკავშირის სანდოობას. შეუძლებელია დაიმალოს ის თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, ის თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს აქვს ისტორიულად მართლაც შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, ამავდროულად ხედავთ, რომ მოლდოვაში არის ისტორიულად მაღალ დონეზე საგარეო ვალის ნიშნული. აქედან გამომდინარე, სიმართლე ძალიან რთულია დაიმალოს, ყველა კარგად ხედავს თუ რა ხდება, როგორ ვითარდება საქართველო, როგორ ვითარდება სხვა ქვეყნები და ამ პირობებში, როდესაც ხდება ურჩად მტკიცება, რომ მოლდოვა და უკრაინა წინ უსწრებენ საქართველოს რაიმე მაჩვენებლებით, რა თქმა უნდა, ჭრილს აყენებს მხოლოდ და მხოლოდ მათ სანდოობას, ვინც ამას აჟღერებს. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ ასეთი ნარატივი ემსახურება ხელისუფლების დისკრედიტაციას, საზოგადოებაში კი აჩენს უსამართლობის განცდას. ქართული ოცნებისგან განსხვავებით, ელჩის მოტივაციასთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ მათ ოპონენტებს. ოპოზიცია ამ განცხადებას ამართლებს მხოლოდ მოლდოვას გაცხადებული პროევროპული კურსით და რეფორმებისთვის მზაობით. მე არ შევალ კონკრეტული ადამიანის და პოლიტიკოსის შეფასებაში, სამართლიანი არის თუ არ არის. ფაქტია, რომ დღეს მოლდოვას ხელისუფლება მზაობას აცხადებს იმ რეფორმებზე, იმ ყველა ქმედებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მათ ევროპულ მომავალს. და ფაქტია ასევე ის, ოცნება დღეს არის წინაღობა ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ეს არის მთავარი სამსჯელო და მთავარი საკითხი და არა ის, რომ კონკრეტულ ვალებზე ან კონკრეტულ კანონებზე ვსაუბრობ.
როდესაც შენ გეუბნებიან, რომ უკრაინაში და მოლდოვაში უკეთესი ეკონომიკური ვითარება ვიდრე საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად აღძრავს, ასე ვთქვათ, პროტესტის და უსამართლობის განცდას ქართულ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რა არის უკრაინის მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში ეკონომიკური ზრდის, რა არის მოლდოვის მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის და რა არის საქართველოს მაჩვენებელი. საქართველო არა თუ უკრაინას და მოლდოვას შარშა მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და იცით ასევე რომ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველო მომავალი 5 წლის განმავლობაში ასევე ზრდის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იქნება მსოფლიოში, ხო, ეკონომიკის ზრდის. ამიტომ თვალში ნაცრის შეყრა არის კარგი ქართული გამოთქმა და ვფიქრობ, რომ სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. მიზანი ეს არის საქართველოს ხელისუფლებისთვის რეპუტაციის შელახვა. მოლდოვური მედია აქტიურად წერს, რომ მათი ქვეყნის ფისკალური ტრაექტორია სულ უფრო მეტად განისაზღვრება საგარეო ვალდებულებებით. ამ ფონზე ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ მოლდოვაც და უკრაინაც საქართველოზე ბევრად წინ არიან. მადლობა პოლიტიკური განცხადებებით ლეილა ჯავახიშვილი საუბრობდა. ევროკავშირში კორუფციული სკანდალი პოლიტიკური შეფასებების თემაა. თაღლითობისა და კორუფციის ბრალდები დაკავებული ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორი ფედერიკა მოგერინი, მასთან ერთად ევროკავშირის მოქმედი მაღალი რანგის დიპლომატი სტეფანო სანინო პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია პოლიტიკომ გავრცელა. გათავისუფლების მიზეზად პროკურატურამ ეჭვმიტანილების მიმალვის საშიშროების არარსებობა დაასახელა. სახელმწიფო ბრალდებამ მოგერინისა და კორუფციული სკანდალის ფიგურანტებს ოფიციალურად აცნობა, რომ მათ წინააღმდეგ ბრალდებებია წაყენებული. გამოძიება იკვლევს, იყენებდა თუ არა ევროპის საგარეო საქმეთა ქმედების სამსახური და ევროპის კოლეჯი 2021-22 წლებში ევროკავშირის თანხებს არამიზნობრივად. ყველა ძალიან კარგად ხედავთ, რომ ზოგადად კორუფცია არის ევროპული ბიუროკრატიის, თანამედროვე ევროპული ბიუროკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და რა თქმა უნდა ეს გამოძიებაც ამის კიდევ ერთი დასტურია. ასევე დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენ 27 ელჩის დემარში, ხო? რა თქმა უნდა ეს დემარშიც იყო კორუფციის გამოხატულება თავისი შინაარსით. ევროპულ ბიუროკრატიას აქვს სერიოზული პრობლემები, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის კორუფცია და ამის მორიგი დასტური ვიხილეთ ამ გამოძიების დაწყების სახით. სერიოზული პრობლემები არის ევრობიუროკრატიაში, ახლა ეს გამოძიებაც ამაზე მეტყველებს, რამდენიმე ძალიან მაღალი თანამდებობის პირი არის დაკავებული, იმასაც შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიერის გარშემო Pfizer-ის სკანდალი, რომელიც მუსირებდა, არსად არ არის გამქრალი და იქ რამდენიმე მილიარდ დოლარზე არის შეკითხვები და მას ედავებიან, რომ არ გაასაჯაროვა რაღაცა ტიპის მიმოწერა. ქალბატონი კაია კალასი, რომლის კონკრეტულად მის უწყებაში არის ახლა შესული საგამოძიებო უწყებები და ბევრი კითხვის ნიშანი არის, ასევე ქალბატონი კალასი, რომლის ქმარიც რუსეთ-უკრაინის ომის დროს შეულობდა რუსეთში მილიონობით დოლარს, ასევე ქალბატონი მარტა კოსი, რომელთან დაკავშირებითაც უამრავი იწერება მის ქვეყანაში, რომ იგი თანამშრომლობდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან და ეს ყველაფერი ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, ლუსტრირება არის დღევანდელი ბიუროკრატიის, რომელიც სამწუხაროდ წარმოადგენს ევროკავშირს და რომელთა ეს ქმედებების და სხვა კიდევ ქმედებები აშორებს ევროპას იმ ღირებულებებისგან, რა ღირებულებებზეც ევროპა იდგა 10 წლეულების განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ Deutsche Welle-სთან მიხეილ ყაველაშვილმა უცხოურ მედიასთან არაერთ საკითხზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად იქნება. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ გახდა ქვეყნისთვის საჭირო გამჭვირვალობის კანონის მიღება. ყაველაშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზეც და საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც. პირველ რიგში ევროკავშირმა უნდა შეცვალოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს იწყება მედიიდან. რა თქმა უნდა, ყველა მედია საშუალება განსხვავებულია, მაგრამ თუ გსურთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს ყველგან ევროკავშირის ბიუროკრატებიდან დაწყებული ევროპარლამენტის წევრებით დამთავრებული. მოდით, რამდენიმე ფაქტის შესახებ გიამბობთ. მაგალითად, პროტესტი დაიწყო გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონპროექტი
პროექტი ჩემმა ფრაქციამ დაინიცირა. კანონში წერია, არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ყველა დოკუმენტაცია და გამჭვირვალეები იყვნენ თავიანთი ხარჯების შესახებ. ამაზე მეტი აქ არაფერია ნათქვამი. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენ შევუერთდით ყველა იმ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რაც შეგვეძლო. გარდა იმ სანქციებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას. გარდა ამისა, ხარი დავუჭირეთ გაეროს ყველა რეზოლუციას უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ჩვენ არ გავგზავნეთ მოხალისეები უკრაინაში, რათა არავის დავედანაშაულებინეთ ომში მონაწილეობაში. საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საწყის ეტაპზე. თუმცა ჩვენ ვიყავით და კვლავ უნდა ვიყოთ წამყვანი კანდიდატი სახელმწიფო. 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება. ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ. დიალოგია მთავარი, მაგრამ ისინი ჩვენთან დიალოგში არ ერთვებიან. ზოგჯერ აღიარებენ ამ მთავრობას, ზოგჯერ კი არა. ეს უბრალოდ აბსურდია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ინდოეთში გრძელდება. შალვა პაპუაშვილი დღეს ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მის განვითარებას. მანამდე შალვა პაპუაშვილი შეხვდა მის ინდოელ კოლეგას და საგარეო საქმეთა მინისტრს. მთავარი თემები იყო გეოპოლიტიკური გამოწვევების, საერთაშორისო ვაჭრობის და ინვესტიციების საკითხები. სპიკერი ქართულ დელეგაციასთან ერთად დღეს ასევე იმყოფებოდა ნიუ-დელის უნივერსიტეტში. ჩვენ მოგეხსენებათ გვაქვს ინტერესი და გამოცდილება ასევე აკადემიურ სფეროში საქმიანობის, შესაბამისად არ გაუშვით ხელიდან შესაძლებლობა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსიტეტს ვწვეოდით. დელის უნივერსიტეტს ყავს 650,000-ზე მეტი სტუდენტი, რაც ზოგიერთ ქვეყნის მოსახლეობასაც კი შეიძლება აღემატებოდეს. ამიტომ ჩვენთვის საინტერესოა, რა პროგრამები აქვს უნივერსიტეტს, როგორ მუშაობს, რა მიმართულებებზე აკეთებს აქცენტირებას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ასევე ძალიან ბევრი ინდოელი სტუდენტია, დაახლოებით 20,000-ზე მეტი ინდოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში და შესაბამისად ამ საკითხებზეც გვინდოდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან გასაუბრება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს უმასპინძლა. საპატრიარქოს ინფორმაციით გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მღვდელმთავრებმა დააფიქსირეს ქვეყნის მთავარი პრობლემა, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მოხარულები ვართ თქვენთან შეხვედრით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ დღევანდელი შეხვედრა იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის, ჩვენი ურთიერთობებისთვის. გაისად ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს. ძალიან ვამაყობთ ამ ჩვენი საოცარი ისტორიით. გაისად გეგმავთ ესეთ საზეიმო ღონისძიებებს. და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს თქვენი ჩართულობის და დიდი სიხარულით კიდევ მოგვიწევს ალბათ ამის საფუძველზეც შეხვედრები და მოხარული ვიქნებით თქვენი ნახვით და თქვენი მონაწილეობის მიღებით. ძალიან მოხარული ვარ, რომ შეხვედრა გქონდა საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ეს იყო ძალიან შინაარსიანი და სასარგებლო შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე. მინდა აღვნიშნო ის უდიდესი როლი, რასაც ქართული ეკლესია და მისი უწმინდესობა ასრულებს და შეასრულებს საქართველოში ქრისტიანული იდენტობის და დამოუკიდებლობის დაცვასა და შენარჩუნებაში. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები, მათ შორის ის ხანგრძლივი ურთიერთობა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოსთან და ქართულ ეკლესიასთან. ასევე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რაც მხარს უჭერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის თუ სხვადასხვა რელიგიური მნიშვნელობის ობიექტების დაცვას და შენარჩუნებას. იქნება ეს ეკლესიები, ხელნაწერები თუ სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატები. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ თანამშრომლობით. ამ საუბარში გამოიკვეთა ძალიან დიდი იმედი მომავალი ურთიერთობისა. საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს, რაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას შეეხება. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ღია საუბრებისათვის და მას აქვს სურვილი და საშუალება იმისი, რომ ეკლესიის პოზიცია მუდამ
გამოხატოს მკაფიოდ. საუბარი შეეხო იმას, რომ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაცია მხარდამჭერი არის ტრადიციული ფასეულობების და ჩვენ ამას მივესალმებთ. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვბრუნდებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა ფოთის მებაჟე ოფიცერმა კონკურენტი იმპორტიორი კომპანიების შესახებ სამსახურებრივ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის სანაცვლოდ მოქალაქეს ქთამის სახით $1000 გამოართვა. მოპოვებულია აუდიო-ვიდეო მტკიცებულება. ყოველი მაშინა ერთ ტრავის შესაძლებელი გამახვა. ეს ორი კომპანია ამის დაკვეთით მუშაობს, გაიგე? სამერიკული კომპანიის დაკვეთით ამოს ჩამოაკიდე რა. სულეის იმპორტიორი ის რაც რა გამიგზავნე. ხო, ის ერთი გარდა. და ეს ორი მუშაობს კიდე რა. ესენი არიან რომელიც ფუთში მუშავდება და თამათი მთავარი არის ეს ამერიკული კომპანია. ინფორმაციაც გადამიგზავნე ძმა. მეც მანამდე გავალახე ბოქსი და ჩდა დირექტორს გამოდიოდი. ნახე მოგეწონა და წავედი გამშმენდობა ზოგადად სულეთ მომწამეს შტიკոտები ჩაურევი და უშუში უზღერგაში ფრანგი ეს ექსელიდან არის აღებული. ქვეყანაში სეზონური გრიპის შემთხვევები იზრდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით უწყება პროცესს მართავს და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების რაოდენობა მომატებული არ არის. ამ დროისთვის ქვეყანაში ცირკულირებს A ტიპის ვირუსი. პიკს მედიკოსები დეკემბრის ბოლოდან ელოდებიან. მთავარი რეკომენდაცია ვაქცინაცია, რომელიც უფასოა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის. ვითარება დღეისთვის აბსოლუტურად ნორმალურია. რიცხვები, რომელიც ამ თვალსაზრისით გვაქვს წინა წლებთან შედარებით, აბსოლუტურად თავსებადია ერთმანეთთან, რაიმე განსაკუთრებულ განსხვავებულ მოცემულობას ადგილი არ აქვს მოცემულ ეტაპზე. რაც შეეხება აცრებს, ერთი ეტაპი წარიმართა საკმაოდ წარმატებულად და საკმაოდ დიდი იყო მოთხოვნა, ძალიან დიდი იყო დაინტერესება, კვლავაც აქტუალურია. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდნენ გრიპის ვირუსის შემთხვევაში საჭიროებებს, ბუნებრივია, რომ უპირველესი არის, რა თქმა უნდა, ბინაზე მართვა ამ პრობლემატიკის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთლიანად სისტემა მზად არის, რომ ნებისმიერი პაციენტი, ვისაც სტაციონარული მომსახურება დაჭირდება, რომ ასეთი მომსახურებით ისარგებლოს უკლებლიო ყველა. A ტიპის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში და მისი რაოდენობა ნელ-ნელა იმატებს. დღეს არსებული სიტუაციის შეფასებით ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსების უმრავლესობა არის რესპირაციული ტიპის, მათ ახასიათებთ ერთი და იგივე ტიპის დაახლოებით სიმპტომები, როგორც არის ხვალება, სისუსტე, ტემპერატურა. დღეს არსებული სიტუაციით ჰოსპიტალიზაციების რიცხვი, რომელიც დაკავშირებულია გრიპთან და მის გართულებებთან მომატებული არ არის და ეს პროცესი სრულიად მართულია. გრიპის პიკი მიღწეული არ არის, ეს ჯერ კიდევ წინ არის და მოსალოდნელია დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ რიცხვებში. სიკეთით სავსე ქალაქი, ეს იქნება წელს თბილისის საახალწლო სლოგანი. თემაზე დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. საახალწლო ღონისძიებები 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. 27 დღის განმავლობაში ჩატარდება მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მოეწყობა თემატური სივრცეები. ცენტრალური ნაძვისხე 12 დეკემბერს აინთება. 12 დეკემბრიდან 7 ივლისის ჩათვლით თბილისის მერიამ მრავალფეროვან გასართობ და საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს. თემატურად მოწყობილი საახალწლო სივრცეები ტრადიციულად დატვირთული იქნება კულტურული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებითა და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით. 12 დეკემბერს ცენტრალური ნაძვისხის ანთების პარალელურად მთელი ქალაქის მასშტაბით აინთება საახალწლო განათებები. სპეციალურად დღესასწაულისთვის მორთული პირველი რესპუბლიკის მოედანი კი სწორედ 12 დეკემბრიდან უმასპინძლებს თბილისელებს და თბილისის სტუმრებს. როგორც იცით, ახალი წლის ღონისძიებებთან ერთად ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს საახალწლო სლოგანიც. სოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ფიქრობ, ყველაზე მეტად რაც გაგვაძლიერებს,
რაც მთავარი მამოძრავებელი ძალა და мотиваტორია ყველა კარგი საქმის კეთების დროს ეს არის რა თქმა უნდა სიკეთე. ვფიქრობ, უფრო მეტი სიკეთე გვმართებს ერთმანეთის, ჩვენი ქალაქის, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე მოქალაქეების მიმართ. სწორედ ამიტომ წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიკეთით სავსე ქალაქი. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rusavy2.g კურიერი კი გემშვიდობებად 6-მდე.